დღემშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო 2025 წლის 15 თებერვალია მზიანი ამინდია ისეთი როგორც სოფლიოში ყველაზე მაგარი ქვეყნის საქართველოს და სოფლიოში ყველაზე მაგარი დედაქალაქის თბილისის ხალხს შეეფერებ. ხო და ამ თბილ ამინდში სხვათა შორის გადადებული, მაგრამ აი ხალხის მოლოდინი რომ აშკარად იგრძნობა, ისეთი გენიალური პროექტი ტარდება. იუმორინა, ხო? იუმორინა 2024 ქვია ოღონ ამ ყველაფერს და ტრადიციულად ტელეკომპანია ვარსკვლავები აღარ ვიცი უკვე ბოლო რამდენი წელია, რამდენიმე ათეული თქო თავმა შემიძლია თქვა, გთავაზობთ იმ ადამიანების, იმ ხალხის და იმ ღირსეული ადამიანების სახეებს, ოღონ სცენის მიღმა ფაქტობრივად კულისებიდან, რომლებიც ქმნიან ეპოქას. ეპოქას დღეს და გუშინ კი არა. მთელი ცხოვრება ეპოქას რომ ქმნიან და სამწუხაროდ ბევრი მათგანი რომ ხო, ბევრი მათგანი რომ უკვე აი თუნდაც აი ნახე რა ვიცი მრიცხველები ქვია თუ რაც ქვია ბევრი მათგანის ვარსკვლავებია გახსნილი ჩემთვის ცოტა არ იყოს რთული გასახსენებელია იმიტომ რომ ბევრ მათგანთან მეგობრობდი და ბევრი მათგანთან მეგობრობდი და ბევრი მათგანი ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო. აღარ საუბრობ თემურ ციკლაურზე და აღარ საუბრობ სხვებზე, მოკლედ ეს დიდხანს წაგვიყვანს, შორს წაგვიყვანს უბრალოდ. ხო და იუმორინა 2024 ახალი პროგრამით, რადგან გიას სხვათა შორის არ შეჩვევია ესეთი პროგრამის არ განახლება. არ შეჩვევია ის რომ რაღაცა ძველი შესთავაზოს მაყურებელს და არ შეჩვევია ის რომ ტყუილი თქვას. სავარაუდოდ 2024 წლის აი ეს პროგრამაც ამით იქნება გამორჩეული და მე მგონი ალბათ ახალიც არ იქნება იმაში არაფერი რომ სეანსები ერთი კი არა 4 შეიძლება იყოს დანიშნული და მერე კიდე დაემატოს. ტრადიციულად ტელეკომპანია ვარსკვლავები კულისებში გადაინაცვლებს და კულისებიდან შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ რეპორტაჟს როგორ ემზადებიან იუმორინას ვარსკვლავები მორიგი ანშლაგისთვის. ანშლაგი რო იქნება ეს დაუწერელი კანონია და ეს ისედაც ყველა მიცით. უბრალოდ ყველაზე საინტერესო თქვენთვის ამ შემთხვევაში არის ის რაც ხდება სცენის მიღმა კულისებში და კონცერტის დაწყებამდე. გამომყევი თენგო და მაყურებელს შევთავაზოთ ის ამბავი, რა ამბავსაც ისინი ძალიან მალე იხილავენ თავიანთ ტელეეკრანზე. შემოვედით აი ამ კულტურის მექაში, ასე შემიძლია თამამად დავარქვა ამ შენობას და იმ ადგილზე, სადაც როგორც წესი ბოლო თქვი უკვე და ვიმეორე ბოლო რამდენი წელია უკვე აი შიდა სამზარეულო რაც ხდება კულისებში, რაც ხდება სცენის მიღმა თქვენთვის ყოველთვის ხო, აი ნო ტრადიციულად ნახეთ ენგო როგორც ყოველთვის ტრადიციულად აქ დიდი ამბავია, დიდი მზადებაა და ხო, ჩვენ ამას უნდა დავაკვირდეთ თქვენთან ერთად, აუცილებლად, იმიტომ რომ ფიქრობ რომ აქ შექმნილი სახეები სამარადისოდ დარჩება ჩვენს ისტორიას, რომელსაც ეს ხალხი ქმნის. აბა, წავედით და მივაქციოთ ყურადღება ახლა ამათ რეპეტიციას. ესე იგი, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მაქვს ბედნიერება უკვე რამდენი ათეული წელია აი ასე თავიდან цаრიელ დარბაზში ვიждე და უყურო რეპეტიციას, რომელსაც ძალიან დიდი ადამიანები ატარებენ. აი ეს დარბაზი მალე გაივსება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა იუმორინასთვის. ამ დარბაზში მალე ხალხი ტაჩს დაუკრავს ქართულ ჰანგებს. ამ დარბაზში მოეფერებიან იმ ადამიანებს, ვისაც თქვენ თუნდაც შორიდან ეფერებით. ნახეთ, აი ბატონი ჯემალი როგორ ნერვიულობს, შეხედეთ თენგო. აი ესეთი ნერვიულობა, აი ესეთი ჩართულობა, ყოველთვის აი რამდენი წელია ბატონ ჯემალს ვიცნობ და არ ბერდება, ძალა და ენერგიას არ კარგავს და ფაქტია რომ მუშაობს. აი ხა მე მიუახლოვდები
რო ხმაც გაიგოთ. იწყებს ესე იგი ოთო ბოლადაშვილი მიერაბარნა თქვენ ხდება. და მათი სტუდიის მოცეკვავე გოგონები. თქვენ აგეთეთ ის პროგრამით ჩვენ გაგეთეთ. მაგუნთან გაგეთებით მაგრამ. არა, ჯერ გევა თვითონ ის დანარჩენები მიერთეს. ნება უკან დაიწეს და შეიძლება გამოვიდა. მო დააშორს არა. ამის მერე იწყება გამოცხადება აქედან. ბორის მედია ზურა მაჯავიძე, ლულა ჯავიძე აქ გასველი ისა პროფესორად ზურა ზურა ლულა და აქ დიოხა დათო გაუშვი თავის ბიჭებთან პატარა მუსიკოსებთან დათო კარგი გასაგებია ანუ ჩვენ სამი დავჭერთ იქ გამოაცხადებენ მე ამ ხაზს გეუბნები რომ აქ სამნი დავჭერ გასაგებია ბორია ზურა მერე ლუკა იქნება მერე შერევსია ბორი აღარ იქნება კარგი ანუ ზურა ლუკა და მე ვიქნები ხარ თქვა მაშინ იმიტომ რომ ბორია მოსასწრებელია გაიგე ეგ როგორ აქვს ბორი არც ეკვავს ამას ამას არც ეკვავს მოკლედ აი ეს არის ის როგორ იქმნება პროექტი რომელიც უძლებს დროს მეტი რა უნდა გითხრათ ეხლა მე თვითონ მიხარია ხოლმე როცა დროს უძლებს ხარისხი და ეს დრო არ განისაზღვრება 5 და 10 და 11 და 12 წლით აი ასე 2 ათეულს რო გადაცდები აი მაშინ იწყებ თამამად იმის თქმას რომ დიახ ჩვენ შევქმნით ღირსეული პროექტები დარბაზიდან შემოვიდით კულისებში ტრადიციულად აქ როგორც ყოველთვის დიდი მზადებაო ხამსარკეებს რო იცოდეთ ენგო რა ისტორია აქვს 90-იან წლებში განსაკუთრებით და კულისებში როგორც ყოველთვის ემზადებიან იმ ტრადიციული ცერემონიისთვის, რომელსაც ბატონი ჯემალი მას შემდეგ ატარებს, რაც იუმორინა დაარსდა. ეს არის საყოველთაო დალოცვა და გამარჯვების თქმა. კი არა და მადლობის გადახდა ყველა მონაწილისთვის. ეს არის ჯემალ ბაღაშვილის, არ ვიცი, ერთ-ერთი საუკეთესო მიგნება ადამიანებთან ურთიერთობის. ნახე, ეხლაც კი ურთიერთობაშია შეხეთენგო. და მე მგონი მაყურებელს არ გაუკვირდება ის თუ რატომ შეიძლება ერქვას აი ამ კოლექტივს ქართველებისთვის საყვარელი კოლექტივი, იმიტომ რომ მათ იციან ერთმანეთთან ურთიერთობა და ერთმანეთის დაფასება. აი, ალბათ 250 წელია ამ ადამიანს ვიცნობ რა და როცა მიახლოებას ვაპირებ, ყველაფერი რკინის რაც მაქვს ვიხსნი ხოლმე რა და ვინ თუ არა ჩვენი ძმა და მეგობარი დღეს ძმაო გავაკეთე გამონაკლისი ძვირფასო მაყურებელს, სულ დავიხსენი რომ ვიცოდი რომ ბესოს ნახოდი რა. და მე მაგნიტების საწინააღმდეგო რკინელობის ის აღარ დამჭირდა. იცი საიდან ძმაკაცო, მე რო ქოჩორი მქონდა და ამასო შავით მაქონდა თავს. ეხა ორივემ დავხაროთ თავები და გაგვირდით. როგორ ხარ ჯიგარო? დიდება უფალ. ზად ხარ როგორც ყოველთვის. მე მაგამ სულადორე გული არ ბერდება. არაფერი გამოასწრა, აი ეგ არის მთავარი, გული არა ბერდება. ჯიგარი ხარ, ჯიგარი ლევან. ჩვენი ძმა და მეგობარი ლევანი. კაი ხარ, აბა წარმატებები სცენას. აი ეგ გაკეთე. მე რო გავიცანი ერთი პატარა ბიჭი იყო არა მაშინ უფრო მეტი თმა ქონდა ჩემი არ იყოს პრინციპში არც ეხლა მაინც და მაინც მელოტი მაგრამ გაიზარდა ასაკიც მოემატა ყველაფერი მაგრამ ამ კაცს რაღაცა წამალი აქვს აშკარად არც ასაკი ემატება და არც ვიზევს საუბრობ წამალს ქვია იუმორინა ხედავთ წამლის დასახელება იუმორინა ახლა მოიფიქრე თუ იცოდი არა ვიცოდი რა თქმა უნდა და ყოველ 20 წელია ყოველ 25 წელია იცი და ბატონ ჯემალისა და ბატონ იგიას მეშვეობით 28 წელია საერთოდ სცენაზე რომ არ გელეცო. ესე იგი ძვირფასო ტელემოყურებელობა ეს რეცეპტი რომელიც ბატონმა ჯემალმა გამოწერა ბევრი ათეული წლის წინ დღემდე ბევრი მსახიობისათვის. ხო, დღემდე ამავდროულად, აბა რა, კი. ფაქტია. ელექსირი ასეთია, ახალგაზრდურად და რა თქმა უნდა ცოცხალი მსახიობი. ეხა იმას აღარ დაგიწყებს ზად ხარ და რაღაცა სცენაზე გასასვლელი. ნერვიულობა. პატარა პაროდია ქონდა მაშინ. არამზადა ხარ თუ მზად ხარო? ხარ მზადა ჯობია თუ მზად. ზადლეთ ეს კაცი მზად არის ყოველთვის სცენის და ახლა აგერ ბატონი ჯემალ წეგარ განახეთ. ბატონი ჯემალ, არ ბძან როგორ გეკადრებათ? ანუ მაყურებელს შემოგევლეთ. როგორ ბძანდებით? კულისებში კი გნახეთ წეგან, მაგრამ ნუ ეხლა შე გამოცილი კაცი ხარ და მაგას კონცერტის მერე გეტყვი როგორ ვარ. მაგრამ ეხლა უკვე როცა გადავხედეთ გენერალურ რეპეტიციას
ვაქს იმედი რომ 25 წლის თავზე ჩვენს უძვირფასეს მაყურებლებს, რომლის გარეშეც 25 დღე ვერ ვიდგებოდით სცენაზე, არ გაუცვლებთ. იმედს და მაქსიმალურად რა ადვილად ითქმება 25 წელი. აბა მეოთხედი საუგუნი. რამდენი ისეთი ადამიანი ჩაატიეთ ბატონო ჯემალ წელან ვიხსენებით ხა? არ ვიცი, ალბათ მათ ხსოვნასაც უნდა მიეძღვნას ყველა. არის კიდევაც აუცილებლად ცალკე აქაც არის ერთი გარკვეული მომისოთ არ შეიძლება, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს საიდან მოვდივართ, სადავართ და საით ვაპირებ წასვლას. უმაგისოდ ორიენტაცია მუდმივად არეული გვექნება. როგორც შემოქმედებაში, ასე პოლიტიკაში და ცხოვრებაში. ის ტრადიციული თქვენი მადლობის გადახდის კულტურა, რა თქმა უნდა, ისე. რა თქმა უნდა, არის ეს ელემენტები, რომელიც ჩამოყალიბდა ასეთ ფორმატში, უმეტეს რაღაც ელემენტები დარჩება, ისე როგორც ეგრეთ წოდებული ოქროს ხიტები მაყურებლისათვის გამორჩეული, რადგან იუბილეა, რადგან შემაჯამებელი პერიოდება და უამრავი სიახლეს რა თქმა უნდა. ბატონ ჯემალ, პირადად მეგიხდით მადლობას ჩემი მაყურებლის სახელით და განსაკუთრებით იმ ემიგრანტების სახელით მინდა მოგეფერო და მადლობა გადაგიხადოთ 65 წლისთვის, იცი რატო? ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც საქართველოსთვის აი არ ვიცი რა სიტყვა მომნახო, არ აქვს ამ სიტყვას, ალბათ მაგალითი იყო ბევრი რამეში, ხო? თქვენს გვერდით გზნობდა თავს 10 ჯერ მეტი ენერგიით და ამისთვის მადლობა თქვენ. დიდი მადლობა შენ იმისათვის, რომ მებატიარე ხარ ჩვენი და თითქოს არ გამოგიტოვია პრაქტიკულად. არ გამოგიტოვია არცერთი. ძველებს რო ვათვალიერებდი ის მეგობრობისთვის, გვერდში დგომისთვის და კაიგაცობისთვის. დიდი მადლობა და ჩვენგან კიდევ ერთხელ დაფასება და სხვა დაფასებას სხვანაირად მე ცოტა ხანში გაგაცნობთ ბატონ ჯემალიცას როგორ და რანაირად. წეგან კამერის იქით ვნახე რა ისე ვესაუბრებოდი კამერასთან რომ არ შეიძლება ისეთი საუბრით და ტელეფონს რატო არ იღებ მე თქვი კითხე გაუკვირდა კაცო ან მეტროში ვიქნებოდი ან რაღაცაო მიპასუხა და მე მეგონი სკეჩიც აქვს ამასთან დაკავშირებით როგორ ამხელა ბუმბერაზი ადამიანი მსახიობი პაროდისტი და მოკლედ თქვენ რომ მოგწონთ ის სიტყვა რა ქვია ცნობადი სახე ადამიანებთან ურთიერთობაში ყველაზე მარტივად წვეც ყველა საკითხს და მეტროში რა ხდება ჩემო ბატონო დაჯექი ბიძინა ჩვენი დღევანდელი მორიგი სტუმარი ბიძინა როგორ ხარ უპირველეს ნუ ის რომ ზივარ და პასუხობ კიდევ ერთხელ ხას უსვამს რომ მე ვარ ამდვილი ქართველი ანუ ზარმაცი ანუ მოიცა ჯობდა რომ ამდგარიყავი და ისე გეპასუხა არა რა ამდგარიყავი ევროპელი იქნება ეს უკვე სხვა თემა ხუმრობა იქით იყოს და ავიც ბევრ რაღაცები გავიარეთ ერთად მithumet ეს თქვენ აგერ იუმორნას 25 წლის იუბილე რამდენი წელია უკვე მაგას აღარც ვითვლი რატო გაძლო ამ პროექტმა ამდენი ხარ რითი დაიმსახურა მაყურებლის ასეთ სიყვარული იმიტომ რომ უნივერსალური პროექტია ეს ერთი მე თვითონ ჯემალი არის ესტრადის აი კაი გაგებით რომ ამბობ გიჟი აი ერთხელ შევკრიბა ერთ-ერთი იუმორინის წინ და საერთოდ რო არაფერი გადამიხადო რომ მაინც გავაკეთებ ხედა სპონსორიც რო არ იყო არა აი ვაფშე არაფერი არ იყო უნდა გავაკეთო და ამას მე საქმის ბიჭო დღემდეა ეს იგედა მე არა ვარ ეგრე მე რო გადავსდი 70-ს მიგვირს რომ რას გადაცდი 70-ს გადავსდი კაცო ეხლა ვახოტატიშვილის იუმორს არ გავიმეორებ ეთყობა ვისაც ეთყობა და არა ვახოს ეთყობა ვახო ბოდიში მე არა ვახო ბოდიში ტატიშვილზე გვაქსაუბა ხო არა კარგი ბიძინა რა ვიცი წარმატებები და ზუსტად ვიცი რომ ხალხი ყოველთვის კმაყოფილია ყოველთვის გელოდება და ბიჭო მაგაშია საქმე რო თქვენ რო გიყურებთო გამოსვლის დროსო წლები გვემატება ეს იმას ნიშნავს რომ მემაღლდება მეთქი აბა რა ფერა ხო ნაუმადური პასუხია არა ესეა ხელოვნებას რო ემსახურები რა თუ არ ჩადე არ გამო არაფერი მართალია ეს კაცი არა არაფერი არ გამო ეს საშუალო ბიძინა ახლა არ გეტყვით მაგრამ ჩვენ ერთი დიდი საჩუქარი გვაქვს შენთვის ერთი დიდი სამადლო ფული არ არის სამწუხარო ფული ჩვენთან არ გვაქვს შენ რა მოგწეთ ხო და ერთი დიდი საჩუქარი გვაქვს და ამაზე მე დაგესაუბრები და მაყურებელიც გაიგებს ნუ იმხელა ნუ იქნება კარებში არ შეეტიო არა შეეტევა შეეტევა გულში ჩაჯდება პირდაპირ ისე კაი ავტორუჩკა ეს გაბანძა მაგრამ ჯერ არ იცის რაზეა ლაპარაკი
როგორც წესი, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარია ხოლმე კულისებში და დარბაზზე აღარ ვსაუბრობდა. აქ ეხა ვამჩნევ კი არა და აქ არიან ადამიანები, რომლებთანაც ძალიან დიდი ხანია ძმაკაცო. ეს ანსამბლი ქორალია და ეს შეხედე რა დღეში არიან რა იყო ბიჭო რაღაცა ცოტა მოგხედეთ ხო როგორ ახართ ჯიგერებო ხო ხართ კარგად აი ვიზაც გეუბნეოდით ესენი არიან რა არის დღეს პირველად გნახეთ მე ამ რეალობაში პირველად გნახე შენს და პირველად გნახავს მაყურებელი ძიუმორინაში ცოტა გამიმჟღავნე რა საკეთებთ ახლა ესე იგი მამაშვილი გურულების სკეჩია და იქ ვართ გურიაზე მღერი გარეული აი ხა გურულებში რო ხართ გარეული რატო არ მიკვირს ნეტა ხოლმე ბიჭო რაღაცა ძალიან კარგი ფორმაში ხართ არა ვიზუალურ ფორმასაც გულისხმობ ეხა რა თქმა უნდა ხო მაგრამ ეს ქართული ორნამენტები ნახე თენგო შეხედე რა წერია ქართული ქორალი ქორალი აწერე პრინციპში ერთი და იგივეა ქორალი და ქართული კი ბატონო შავდია ზუნა ჩვენც შაცმულობა ვინი ზუნა შავდია შავდი გენო გენო შავდია არის ცხელი წაღლის ერთ-ერთი გმირი აგენო შავდი საწახვედი ესაა დემოკრატია ეს დემოკრატია კი არა სუპტარ ბარდაკია შეიძლება ბიჭო ხელისუფლების წარმომადგენელმა უშიშროების სამინისტროს ამხელა თანამდებობის პირს სახალხოდ ხელი გაარტყას ბიჭო ხათამაძისგან რა გინდა ამას ხო არ მოუწყავს ნუ ხარ ბიჭო შენ ციგანი და ყველაფერს გამასხარება ნუ გიყვარს მე საათგაც ფილარმონიაში ანტრაქტის დროს იმდენი ხალხის თვალწინ ბიჭო წინათ ვინ გაბედავდა ამას დაგაზრობდნენ პაგონებს სულ სამოხდიდნენ ასეა როცა სახელმწიფოში ქურდული კანონები ცხოვრობენ რა შუაშია უფროს უმცროსი ხომ უნდა იცოდე ზრდილობა დაკარგა ხალხმა სტალინია საჭირო დავიდოვიჩ სტალინი მართალი რას უზამდა მაგათ უჩვენებდა სეირს 24 საათში დაამყარებდა წესრიგს მოგლეთ ახლა ძალიან დიდი ამბავი იწყება და იგია ნახეთ რა დღეშია მაგრამ ამ დროს ვიცი ხოლმე მე შეწუხება გია ოდის გიხდი ჩემ პროფესიულ მოვალეობა უნდა შევას ახლა იწყება ყველაზე მთავარი ჯერ როგორ ახარ გამარჯობაცაც რო არ კარგად ერთი ძალიან ბედნიერი იმიტომ რომ მაყურებელია გარდა იმისა რომ 25 წელი მოყვება ასეთი მოლოდინი რო არის და აი ყველა ფეხის ნაბიჯზე როგორც დგომას ვაგრძნობინებს ამისთვის აი შენი არხის საშუალებით ვისარგებლებ და ძალიან დიდ აი უღრმეს მადლობას ვეთქვი ყველა ჩვენს მაყურებელს და განსაკუთრებით ამაღელვებელია ჩვენთვის ეს თანადგომა და ძალიან ვაფასებთ. მე კიდე მაყურებლის პოზიციიდან გიხდი შენ მადლობას მე ბატონ ჯემალს გადაუხადე მადლობა განსაკუთრებით ემიგრანტებისგან მინდა გადმოგცე ეს ყველაფერი იმიტომ რომ ზუსტად ვიცი მათი დამოკიდებულება შენდამი შენი ოჯახისადმი და ემიგრანტების ცალკე მადლობას გითვლი შენს და მთელს გუნდსაც რომელიც ახლა ტრადიციულად ემზადება ჩვენთვისაც უდიდესი სტიმულია, იმიტომ რომ ვიცით რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს მხოლოდ ფილარმონიის ფარგლებში არ ჩაედება და ეს ყველაფერი უნდა მივიდეს იმ 100,000-ობით ჩვენს თანამემამულეებს, ვინც ძალიან გვიყვარს და ვისთვისაც მართლა დღე-დაღამე ვემზადებოდეთ. დანარჩენი ვნახოთ აბა. კიდე ერთხელ მადლობა თქვენ და აბა ტრადიციული ამბავი იწყება. კი. Universal.
მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ თქვენი, ჩვენი, ყველასათვის საყვარელი, ლეგენდარული იუმორინა 25 წლისაა. გილოცავთ. ასევე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ძალიან მადლიერი ვარ. ქალბატონებო და ბატონებო, უღმესი მადლობა მოგზაურებისთვის. გიორგი, გისმენთ. შენ მე განათლებული ბიჭი მგონი ხარ, ყოველ შემთხვევაში სასიამოვნო შენთან სახლში. შენ ხო იცოდი რომ მე ისეთი ნიჭიერი ბიჭი ვარ, მანქანის საბარგულს შიგნიდან გავსვი. ო, არ ვიცოდი თორე. ხო, მე მომისმენია მე და შენ ერთი ოჯახის წევრები ვართ, უკვე მე და შენ ერთმანეთოთ. არაფერი არ არის, გიორგი. შენ ისე ხარ ჩემს გარეშე, როგორც გოჭი ბოლოკის გარეშე. პასპორტს გაჩვენებ თუ გინდა. პასპორტი რა შუაშია. მისი მოსახელე და მოგვარე შეიძლება ხარ, მაგრამ ის პლანარამოვი ნახდათ არ ახარ. აბა როგორ დაგიმიწოს რომ მეთქი. რა გახსოვს მისი? ყველაფერი მახსოვსო. პაროდიებს აკეთებდა, ცეკვავდა, მღეროდა. აი ყველაზე მაგრად დამამოხსოვდა ის სიმღერა. გადაგდებულ მეანაბრიარზე რომ მღეროდა.
რაია. ცეპა იქნება. ცოლად რომ მოგიყვანდა 9 თვის თავზე. მე და შენ ვიცეკვებ დუეტში ამას. Ragi, mama. Saçoles ველაპარაკე TikTok-ში. გადინე, ბიჭო, საღრი მოკავს, სადა, შეშოვეცა რა? რაიტარი, ანგელოზი გოგუა. გაგაცნო მე. მასე კიდემოდი, შენ გუშხა, პარტიაში შევალ და პოლიტიკოსი გაქცევიო, მაგრამ სადა? მინდა და პოლიტიკოსო, მაგრამ რა თქინდა? მივედი, ნახე და გადავიფიქრე. კი, მაგრამ რა ნახე ამ ფერი ამ პოლიტიკაში? რა ნახე და დამაყურიაგე? შალიანი გრუარი და ჟამი ვერენდობი მაგესეთი წამი სამი რამე უნდა ყველა სამი სკამი და სკამი შალიანი გრუარი და ჟამი სკამი და სკამი აი მამა პოლიტიკა არ გინდა ბიჭო აი საქართველოს ტანსაცმელი ვის უნდა შევაგე და იმას ვის აბა თუ გამოიცნობ რომელია ვის ბიჭო შორაიეს რო ხას უიბე რაც რო ხაგით ადამიანო კაცი ზალიკო ბერგესი რომელიც ნოს შევკარე სამწოფლება ჩამოიხეთებიან მე თბილისში დადგებიან ხის კონტროლზე და ჩემ დაარსებულ კლუბებში მე თვითონ აღარ მიშევენ და კიდე იმ კოსტუმი შევიკენო იმას ხოლ უიბე რამდენი სიტყვა და სიყვარულის მოგინიჭებია ჩვენთვის ღმერთმა ასმაგად აგიბრუნოთ როგორც მე დამაბრუნა ჩემ სამშობლოში გერმანიიდან ახლა 3 წელი ცხოვრობდი გერმანიაში და სანამ გერმანულ ენას ვისწავლდი სიმართლე გითხრათ ძალიან გამიჭერდა ახლა 4 ენა ვიცოდი და თუ ქართული მეგრული ენის მიტანა ენის მოტანა მაგრამ რა გინდა გამომაგდა მაგრამ გერმანულ ენას რომ კარგად დავეუფლე პირველივე კონკურსი ჯეკპოტი მოვსე. აი ახლა უსმენდი აი ჩვენი მეგრელი მეგობრის ისტორიას კონკურსზე რო ყვებოდა. ეგ ერთმაგეთ კონკურსზე ჩემმა მეზობელმა გოგიამაც მიიღო მონაწილეობა. ვაკანსია იყო გამოცხადებული ერთ-ერთ დიდ საერთაშორისო კომპანიაში. გასაუბრებაზე მისულს კომპანიის HR-ი დაგდა. გადამაიღო კითხვარი და ეკითხება. როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე? რა და ყველაფერი ფეხებზე კიდია. კარგით გასაგებია დაგირეკავთ. დასრულდა დრამატი ერთები ფანები ცვირი რომ მიგეთ ევროპული კარები ბრძოდი დავამარცხე ერთები ფანები ევროპის ჩემპიონი ეროვნული ნაკრები ასე ვიგრძნით როცა ბრძოლა სასახელოა როცა ვიცი რომ ჩვენს უკან საქართველოა მაშინ ბერძნული ნაკრები ჩვენას დაბაძეთ საჩვენი ერეკლე და სადივანი ერაკლე
ხმაზე გიცანი, მაგრამ გამოსახულებაზე ვერა. შედა იუსკარ ბობისპიტე კაცი გეუნება ვინც არის და როგორც არის შედაუნები კაცო ხმაზე გიცანი სახეზე და ახლა გინდა მოქმედები დაგატუ ადგილზე ეს გახდათ რამკიანი კანონიერი მწერალი ჯაბა იოსელიანი მიგახლავთ კლასგარეში ლიტერატურა ოტია იოსელიანი ეს სხვადასხვა ბატონო სხვადასხვა მე რა გეგეჭკოი და ეხა სახელი დაგვარი კიდე საერთოდ მეგიწება სოლომონ პირველი ხო ამარტი გიჟია მე ფევარე არა კაცო რა მეფე არა რიგში პირველი ვიყავი და ამიტომ სამი შეკითხვა ერთსაც თუ უპასუხებ შრომას მიიღებ დიდი მადლობა შეკითხვა პირველი პატარა საყვარელი დინგი აქვს ღრუტუნებს ვიცი პასუხი მაგრამ ღორი არ არის აი კაცო თუ ღრუტუნებს და დინგი აქვს ღორი არ აბარა საგამო მშვიდობისა ბატონებო და ქალბატონებო ნება მიბოძეთ ქუჩის მუსიკოსების სახელითაც მიულოცოთ ჩვენ საყვარელი იუმორენას 25 წლის იუბილე ჩვენი ჯგუფიც ხომ აქ დაიბადა ზუსტად 20 წლის წინ შეკრიბა ჩვენო მაესტრო ბატონმა გია ბაღაშვილმა და მას შემდეგ გვაქვს თქვენს წინაშე გამოსვლის პატივი ესეც ასე იუმორინა 2025 პირველი კონცერტი დასრულდა და ტრადიციული მილოცვები, ტრადიციული გამარჯვების აღნიშვნა და ის რაც ყოველთვის აერთიანებს იუმორინას ეს იყო ბოლო აკორდი. გია გილოცავთ პირველ გამარჯვებას. მადლობა გენას. როგორი განწყობა გაქვს? როგორ წავიდა თქვენ ენაზე რო გეკითხო?
ძალიან კარგად, სხვადასხვა აი რაც ქონდა ჩაფიქრებული. მაყურებელმა ისეთი მუხტი მოგცა და მართლაც ღამებია ნათენები ამ პროგრამაზე და საბედნიეროდ შედგა ის შეხვედრა და აი ბედნიერება კიდე ის არის რომ ამით ამთორდება და სულ მალე 1 საათში მეორე კონცერტი უნდა ჩავატაროს. კი, მეოთხე და წარმატებებს გისურვებ და კიდე ერთხელ გამარჯვებას გილოცავ. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს ამ უნიჭიერეს ხალხს და უღრმესი მადლობა ჩვენ მაყურებელს. აი ხარ. მოკლედ მაყურებელი იყო ძალიან მაგარი როგორც ყოველთვის და მაყურებელი იყო. მე რა მოდი ერთი წუთი აბა შენაც მეტყვი ხე მაყურებელი როგორ იყო? ნუ ტრადიციულად ალბათ ამაღელვებელია ყველაფერი ეს ჩემოგარგო და უდიდესი მადლობა ქართულ მაყურებლებს ამ 25 წლის მანძილზე ეს მხარდაჭერა და ნამდვილი მხარდაჭერა და ღირსეული წარმოდგენა ჩვენგან. დიდი მადლობა. კარგი. ბესო. ბატონო ბესო, 25 წლის წინ, 20 წლის წინ გაიზარდა მაყურებელი, რა სიტყვი? მაყურებელზე მინდა კითხო. მაყურებელი რა თქმა უნდა მოყვება მხარ უკვე 25 წელია ერთად ვართ, ერთი ორგანიზმი ვართ, ერთი გული ვართ, ერთი სიყვარული ვართ და ვენაცვალიან ჩვენს მაყურებელს. თვითონ რო არ ბერდება და ისე დახტის. რა ბეჭი ვიყავით, 70 კილო ვიყავი აქ რომ მოვედი და. ეხლა? მოკლედ, საიდუმლოა. მოკლედ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ასია ყოველთვის ღირსეული ხალხი, ღირსეული ადამიანები, რომლებიც ქმნიან ეპოქას და რომლებიც რჩება ჩვენს კადრებში. სხვადასხვა ალბათ ჩვენ და საამაყოთ მინდა ვთქვა, რომ რაც არსებობს იუმორინა გასული წლებიდან უამრავი ისეთი ხალხი, რომლებიც სხვადასხვა ეკრანზეც გავიდა, მათი სონის სურათები მიჭირს ხოლმე ამ დროს საუბარი, მაგრამ ნუ რა ვქნა ეს ასია. წასული ვარსკვლავები, წასული ადამიანები, აი მზია კვირიკაშვილიდან დაწყებული, მამუკა ონაშვილი დამთავრებული, ყველა იყო აი აქ ეკრანს. თქვენ იცით, ჩემთვის რას ნიშნავს ეს ხალხი, რას ნიშნავს ეს სახელი და გვარები და მიხარია რომ იუმორინა არასდროს არ ივიწყებს ამ ხალხს. ახლა კი მოდი ჩვენს უბერებელ ნინაკას დაველაპარაკოთ და ნინაკას ვკითხოთ ზუსტად ის, რაც მე ყველაზე მეტად მაინტერესებს. ნინაკა, ბოდიში რო გაწყვეტინებ და ემოციებში ხარ და ეს ძალიან კარგად მესმის და მომწონს. 25 წელი გავიდა ნინაკა, 25 წელია ამ სცენიდან მაყურებელს უყურებ დარბაზში. შეიცვალა მათში რამე? არა, ისევ ისეთი თბილები არიან, ისევ საოცარი მაყურებელია და ისევ ისეთ ძალას გვაძლევენ როგორც 25 წლის წინ და აი სულ მეტირება მადლიერების შეგრძნებით, იმიტომ რომ მართლა საოცარი ხალხია და ეს ძალიან დიდი საჩუქარია ღმერთის რომ აი ესეთი მაყურებელი ყავს და ძალიან მიყვარს, ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა მათი დამსახურებაა ჩვენი ამდენი წელი ასეთი ყოფნა და ასეთი წარმატებები ყოველთვის და სიხარული და რა ვიცი ყოველთვის გვერდით გვიდგანა ყოველთვის და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ასეთი მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის, იმ სიხარულისთვის რომელსაც ისინი ჩვენ გვანიჭებენ. ნინაკა დააფიქსირე, მე მგონი არ გაგიჭირდებოდა მაგის დაფიქსირება, როცა ჩვენი ბიჭები და ქალბატონები გამოჩნდნენ სცენაზე, წასულებს გულისხმობ რა თქმა უნდა ზია კვირიკაშვილიდან დაწყებული, დამთავრებული მამუკა ონაშვილით, განსაკუთრებული ტაში იყო მაყურებელისგან. ეს რას ნიშნავს? რასაკვირველია. ეს დიდ სიყვარულს, დიდ მონატრებას და დიდ თანადგომას ჩვენთან და ჩვენი მსახიობების და ჩვენი მომღერლების და ჩვენი მუსიკოსების მიმართ რასაკვირველია და პირველ რიგში ის რომ ისინი მართლაც როგორც თქვი არსად არ წასულან და ყოველთვის გვგრძნობთ მათ თანადგომას და ისინიც ალბათ აი მაყურებელიც ყოველთვის ალბათ იხსენებს ჩვენს გარეშეც და ყოველთვის აი როგორი საოცარი მართლა თბილი მიღება იყო თითოეულ ადამიანზე, თითოეულ მსახიობზე, აი ესეთი როგორი მონატრება და როგორი სიყვარული. სანამ თქვენ არსებობთ, სანამ ჩვენ ვარსებობთ, სანამ ეს მაყურებელი არსებობს, სანამ ის მაყურებელი არსებობს, ეხა 10000 კაცი იქნება მინიმუმ იუმორინას კონცერტებზე განმავლობაში, ხო? ესე იგი სანამ საქართველოს იარსებობს, ამ ხალხს დავიწყება უწერე და დიდი მადლობა თქვენამისთვის. არა, დიდი მადლობა. მე ხლა ვლად არამონთან უნდა გადავინაცვლო. ვლად ჯერ პირილი მე აღარ მოვრჩენილა რომ მგონი კონცერტის ბოლოს. ხო და აი რა ვინც ვიყავით. შენი ემოციები მითხარი. ვინც ვიყავით, ახლა მე რო დავამთავრე ესეთი ემოციური ფინალი მქონდა ჩემი ნომრის ბოლოს და ნუ ვერ შევიკავეთ ვერც მე ბესო დათო რო გავედი იქ კულისებში. კულისებში კი ბატონო.
რაღაცა საოცარჯერ საოცარი შეგრძნება ის რომ დავიწყებული ის გზნობა ისევ დამიბრუნდა აქ სცენაზე და არა ეს ის ფარდა არ არის ეს მეორე ღონისძიებისთვის ემზადებით ჯერ არა ვლად შენ როდის მიფრინავ როდის ბრუნდები მე 20 თებერვალს უნდა გავფრინდე ნიუ-იორკში მანამდე აქ ვარ კი შენი სული ყოველთვის და შენი გული შენი გული არც წავსულა აქედან სულ აქ არის სულ მთელი ფიქრები აქ არის და აი კაცხა სხვა შორის კულისებში ვეუბნეოდი ვლაც სელფი გადავიღეთ და მე თქვი ამ წელს უნდა დაუდო გვერდით 20 წლის წინ გადაღებული ფოტო და გადის დრო გვაკლდება უამრავი ადამიანი თუმცა შენაც ეს შეცვლა კაი გაჩერდი ხომ ჩემი შენ გითხარიო ამას მეუბნეო ცოტა მომემატა ხო ჩვენ წეგრე მაგრამ იცი რა მინდა კითხო მაყურებელზე მინდა კითხო მაყურებელზე ძალიან აი დღეს ყველას ვეუბნებოდი რა ძალიან თბილი და აი საოცარი მაყურებელი საერთოდ საოცარი მაყურებელი ყავს ჩვენ აქ სადაც არ უნდა ვიყომე გამოსული ვარ ყველგან და აქ ყველა განსაკუთრებით რა ვიცი ხდებიან დღეს ძალიან თბილად შემხდა მაყურებელი და რა ვიცი ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღეს გაიხარე წარმატებები კიდე ერთხელ შენ და აბა წინ გველოდება მეორე მესამე მეოთხე კონცერტი და აბა შენიც მოკლედ ძვირფასო ტელემაყურებლებო მე რაღა დამჩენია ტრადიციულად იმის გარდა რომ ჩემს სოფლიოში ყველაზე მაგარ ქვეყანას სოფლიოში ყველაზე მაგარ დედაქალაქს თბილისს და საქართველოს მშვიდობა უსურვო იმიტომ რომ მშვიდობის ფას მხოლოდ მაშინ გებულობთ როცა მას ვკარგავთ როგორც წესი საქართველოში ქართველებს არასოდეს არაფრის არ გვეშინია ეს იუმორშიც ეს რეალობაშიც ბრძოლის ველზეც და აი ეს ბრძოლის ველი რომელსაც სახელად ქვია იუმორინა და ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი კიდევ დიდხანს იარსებებს მისი საუკეთესო გაგებით ახლა მიმდინარეობს მზადება მეორე კონცერტისთვის მესამე კონცერტისთვის მეოთხე კონცერტისთვის და ასე დაგემშვიდობებით მხოლოდ დროებით მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ვარ ეს კი ტელეკომპანია ვარსკვლავებია და ექსკლუზიურად იუმორინას სცენიდან დროებით გემშვიდობებით ნახვამდის დაგინახეთ ახლა გამოხვედით დარბაზიდან შტაბეჭდილებები მინდა რომ მითხრათ გადასარევი ძალიან კარგი შტაბეჭდილებებია გავიხსენი ახალგაზრდობა გამიხარდა რატო ახლაც ახალგაზრდა ხარ რას უჩივით დიდი მადლობა მაგრამ ყოველ შემთხვევაში 25 წელია მაყურებელი ვარ აი ამ ჯგუფის დიახ ძალიან სასიამოვნო იყო რა თქმა უნდა ძველი მონაწილეებისაც და ახალი მონაწილეების გაცნობაც ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭიროა მსგავსი პროექტები საქართველოში განსაკუთრებით ასეთ სიტუაციებში? აუცილებელია, მე მგონი, ცოტა ნაკლებია ახალგაზრდების რაოდენობა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა თუ ახალგაზრდები უფრო მეტი იქნებოდა. მაყურებლებში? მაყურებლებში კი. გამარჯობა, შეგიძლიათ თქვენი შტაბეჭდილებები გავგვიზიაროთ, გავხედავ გამოხდით. ბატონო ბესო. მადლობთ კარგად, ხე როგორ ბრძანდებით? მადლობთ კარგად. რას მეტყვით? ძალიან კარგი იყო, ძალიან მომეწონა. საერთოდ 25 წელი და პირველად ვიყავი თქვენ წარმოედგინეთ. ესე იგი ძვირფას ტელემაყურებლობა ძლივს იპოვე ადამიანი რომელიც 25 ვეძებდი ასეს და აი პირველ რა შტაბეჭდილებები ძალიან კარგი და გული მწყდება რომ აქამდე არ დავდიოთ. მაგრამ ბევრი ძველი ისინი რო არ იყვნენ სახეები კი თქვენი კლიპი ვნახე ამას წინათ საფლავებზე რო დადიოდით არ ვიცი ძალიან კარგია რომ იგონებთ იმათ ყველას. ძალიან კმაყოფილი ვარ ბატონო ბესო. ძალიან ვისიამოვნო და სასიამოვნო იყო, კაი კონცერტი იყო. საოცრება. როგორც ყოველთვის იუმორი და ყოველთვის თავისი მაღლაზე დგას და თავის სათქმელს ამბობს. ვაიმე, ალბათ ვერ დავითვლი. ძალიან ბევრჯერ და ძალიან ასიამოვნო. ძალიან მიყვარს ყველა. ძალიან იჭიერები, ზერიჭიერები. ასეთ სიტუაციებში როგორ ფიქრობთ, გავსი პროექტების როლი?
უფრო მნიშვნელოვანი ხო არა? რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი, მნიშვნელოვანია და უნდა იყოს. წელიწადში ორჯერ რო იყოს მიხვალთ? აუცილებლად, მე ძალიან მიყვარს ესეთი საღამოები, ღონისძიებები. მით უმეტეს აი ესეთი ხალხის, გია ბაღაშვილი სასწაული ბიჭია, როგორც პიროვნულად, როგორც ძალიან იჭიერი და ძალიან კარგი კოლექტივი ყავს, ძალიან კარგები, ყველა კარგები და ისეთ ასიამოვნები ვართ ბატონო ვესო რომ არ ვიცი ძალიან. თქვენ რაღაც გაღიმებული სახით გამოходით, ეს უკვე ჩემ კითხვაზე პასუხს გავს და მეტყობა ხო სახეზე. კი აი მართლა უნიჭიერესი ხალხი არის. ყველა უკლებ ვერავის ვერ გამოვყოფ. და პირველ რიგში ბატონი გია ბაღაშვილს მინდა პირველ რიგში ჯანმრთელობა უსურო, დიდხანს სიცოცხლე უსურო და ესე გაელამაზებინოს ჩვენი თბილისი და ყოველთვის აი ესე ძალიან დიდხანს გაიხარებინოს ჩვენი გულები.